საღამოშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამოშვიდობისა დიანა, მივესალმები მაყურებელს და მიხარია ძალიან ეთერში რომ გხედავ ისე. დიდი მადლობა. თქვენ ხართ თუ არა იმ დეპუტატებს შორის, რომელსაც ხმა მისცა ბიუჯეტს? დიახ, მე იმ დეპუტატებს შორის ვარ, რომელმაც ხმა მისცა ბიუჯეტს, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელმა. და ამიტომ ვართ დეპუტატები გაყოფილი უმრავლესობად და ოპოზიციად, რომ უმრავლესობა ანუ სახელმწიფო გუნდი პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მართვაზე, მათ შორის მთავარ დოკუმენტზე ქვეყნის, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ქვია, ოპოზიცია კი ამ პასუხისმგებლობას არ იღებს და ეს არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი. თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ ბიუჯეტის თემაზე, მაგრამ არა ბიუჯეტის შინაარსზე და ამ დოკუმენტის შინაარსზე. ჩვენ უბრალოდ დაგვაინტერესა, მე პირადად მაქვს ასეთი კითხვა, ურთიერთობის რა წესები მოქმედებს ახლა უმრავლესობაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების უარი, ასე ვთქვათ, თქვენ არ მიეცით, არ დაუჭირეთ მხარი კანონ პროექტს, რომელიც უმრავლესობის დიდი ნაწილისთვის იყო მისაღები. ანუ რა წესრიგია დღეს უმრავლესობაში? თქვენ გაქვთ თავისუფლება, რომ დაუჭიროთ ზოგიერთ კანონს მხარი ან არ დაუჭიროთ, ანუ როგორ ხდება ეს გადაწყვეტილების მიღება? კი, არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. ჩვენ ეს თავისუფლება ყოველთვის გვქონდა, ისევე როგორც კოალიციის ნებისმიერ სხვა სუბიექტს. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით და ვართ ფუნდამენტურ პრინციპებზე, სადამფუძნებლო დეკლარაციაზე, რომელთაც შეიქმნა ქართული ოცნება. კოალიცია ქართული ოცნება, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მმართველი კოალიცია, ეს არ არის ადამიანების ერთობა, რომლებიც ამა თუ იმ კოალიციებში შედიან. არამედ ეს არის ის დოკუმენტი, რომლითაც იქნება ხოლმე კოალიციები, მოლოდინები მოსახლეობას, სწორედ ამ დოკუმენტების შესაბამისად ექნება და არა იმის მიხედვით, ვინ უკეთ მეტყველებს ან ვის როგორი ფერის თვალები აქვს. ანუ ფუნდამენტურ საკითხებში შედის 2015 წლის ბიუჯეტი არის ისეთი, როგორცაც თქვენ ისურვებთ და ის კანონ პროექტი, უკვე კანონი, რომელსაც თქვენ მხარი არ დაუჭირეთ, ეწინააღმდეგებოდა ამ, ასე ვთქვათ, დეკლარაციას. ბიუჯეტზე გითხარით უკვე და ხეიგივე უნდა გავიმეორო, ბიუჯეტი არის იმ ტიპის დოკუმენტი, ეკუთვნის იმ ტიპის საკითხებს, სადაც ან ხარ ხელისუფლებაში და ან ხარ ოპოზიციაში. იმიტომ რომ ბიუჯეტის რომელიღაც პუნქტთან დაკავშირებით შეიძლება არ ქონდეს აბსოლუტური თანხმდრა დამოკიდებულების, ან იმიტომ რომ შეიძლება ისურვებდი რომ რაღაცა სხვანაირად ყოფილიყო, ეს არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, თუ ხარ ხელისუფლებაში, რომ ბიუჯეტს არ დაუჭირო მხარი. მე ჩემს გამოსვლაში პარლამენტში ორ საკითხზე გავამახვილე ყურადღება, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საკითხიც არის, უბრალოდ დროის ლიმიტიდან გამომდინარე სხვა საკითხებისთვის დრო არ მქონდა. რაზეც მე ვისურვებდი, რომ ბიუჯეტში სხვანაირად ყოფილიყო ეს ასახული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, ჩემთვის პირადად, როდესაც ვუყურებ 2015 წლის ბიუჯეტს, რომ მას მხარი არ დაუჭირო, მით უმეტეს მაქვს აბსოლუტური ნდობა იმ ადამიანების, ვისაც მაგალითად იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი კითხვები თუ მოსაზრება ეხებოდა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ საკითხების მოსაგვარებლად, იცის ალბათ საზოგადოებამ, როგორც ვიცი, გაშუქდა იმ დღეს პარლამენტის ხდომა, ეს ეხებოდა ჩვენს დიპლომატიურ მისიებს, რომელთაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ლამის ბომჟები ვითარია შემდეგ. მათ სერიოზული პრობლემები აქვს და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდებათ მათ შორის საბიუჯეტო თვალსაზრისით ბუნებრივია, იმისათვის რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, როდესაც უცხოეთში ხარ ოჯახს მოწყვეტილი, იქ ძალიან ბევრი ფაქტორი ერთვება, დაზღვევა არ არის ერთადერთი თემა, მაგალითად იგივე ბავშვების განათლება, იმიტომ რომ ოჯახებით არის ეს ხალხი წასული და ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით არა ფართო მოხმარების საერთაშორისო ასპარეზზე ფართო მოხმარების ენოვან ქვეყნებში ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ მათ კერძო სკოლებში უწევთ სიარული და საჯარო კოალიციაში. უბრალოდ იმის თქვა მინდა ამითი, რომ ეს არ ნიშნავს, როდესაც ვინმე X ადამიანი აქ თინახიდაშელში არ არის მხოლოდ საქმე, ის 82 დეპუტატი, როდესაც ხმას აძლევს ბიუჯეტს, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტი გაკმაყოფილებს ბოლომდე და საერთოდ აღარც კითხვა გაქვს, აღარც აზრი გაქვს, აღარც პრეტენზია აღარ შენიშნა, ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას და დიახ, მე და თამამად ვაცხადებ, რომ პარტია, რესპუბლიკური პარტია და შესაბამისად პარლამენტში ფრაქცია რესპუბლიკელები ისევე ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ბიუჯეტზე, როგორც ჩვენი კოლეგები სხვა ფრაქციები. მე მახსენდება კოალიციის ის ხდომა, პოლიტსაბჭოს ხდომა, რომელსაც ყოფილი პრემიერიც ესწრებოდა, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე თავისუფალი დემოკრატები და რამდენიმე წუთში დატოვეს. აი ამ ხდომაზე შესვლის წინ თქვენი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ჩვენ ალბათ თემატურ თანამშრომლობაზე გადავალთო, იქედან გამოსვლისას ასე
ასე აღარ გაუმეორებია. ეხლა თქვენ კოალიციაში როგორი ურთიერთობები გაქვთ, როგორ გძნობთ თავს? მაინც მინდა ეს კითხოთ და განსაკუთრებით ეს კითხვა გამიჩნდა დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა აი მოსმენების თემასთან დაკავშირებით და თქვა რომ ჩვენი დანაპირები უნდა შევასრულოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფაზე იყო საუბარი და მთავრობამ თქვა რომ იწყება ეს გაყოფა. ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ თქვენ ისე ეძვირფასებით კოალიციას რესპუბლიკელები რომ აი ესეთი სწრაფი რეაქცია და რეაგირება მოყვა პარლამენტის თავმჯდომარის თქვენივე პარტიის წევრის განცხადებას. პარტიის ლიდერის. კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ რომ დიდი სიამოვნებით ალბათ პარტიის ლიდერის, მაგრამ არა თავმჯდომარის. ხო, არა, რა თქმა უნდა, ის არ არის პარტიის თავმჯდომარე, ჩვენ პარტიას ეს კომფორტი აქვს. რომ ბევრი ყოფილი თავმჯდომარე არის იქ და ერთად მუშაობენ ყველანი ისევე როგორც მოქმედი თავმჯდომარე. დიახ, მე შემიძლია სიამოვნებით გითხრათ თუ ეს სიმართლე არის, რა თქმა უნდა, ხმე ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, რომ ალბათ ვეძვირფასებით კოალიციას, ამისი დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ვეძვირფასებით თუ არ ვეძვირფასებით, ეს ემოციის ნაწილია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ დათოს პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიშს ვიხდი, ძალიან ჩემის აზრით მნიშვნელოვანი და ესეთ როგორ ვთქვათ პროგრამულ გამოსვლას თუ შეიძლება ითქვას დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე მყისერი რეაქცია მოყვა. ეს არ არის მხოლოდ იმით გამოწვეული, რა თქმა უნდა, ვის ვინ ეძვირფასება, გამოწვეული არის მათ შორის იმითიც, რომ მე ვფიქრობ, ეს იმ ტიპის რეფორმა, რომელშიც ცოტა დავაგვიანეთ, არსებობდა ობიექტური, სუბიექტური მიზეზები, აბსოლუტურად მეც ვიზიარებ იმას, რომ არსებობდა მათ შორის ობიექტური მიზეზებიც ამ რეფორმის არაპირველი დღიდან დაწყების, თუმცა აი იმ დოკუმენტში, რომელზეც იცის საზოგადოებამ, თქვენც ხართ ინფორმირებული დიანა, რომელიც ჯერ კიდევ ორთვენახევრის წინ, სამი თვის წინ გაუგზავნეთ ჩვენ კოალიციას, ამაზე საჯაროთაც გაკეთდა, შემდეგ ჩვენი მხრიდან განცხადება, მისი რაღაცა ვერსია უფრო შემცირებული მედიითაც გამოქვეყნდა, თუმცა ის რა თქმა უნდა არ არის სრულყოფილი და ადეკვატური მეტ ჩართულობას ითხოვთ მუშაობაში. ანუ გაქვთ ეს თქვათ პრეტენზია, რომ არ ხართ ბოლომდე ჩართულები ქვეყნის მშენებლობაში, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ჩვენ ვითხოვდით სამი თვის წინ იმ დოკუმენტში, რომელიც 25 გვერდიანია და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სეგმენტს სახელმწიფოებრივი ცხოვრების, რასაც ჩვენის აზრით რეფორმირება ჭირდება და ახალი ეტაპის და ახალი სიცოცხლის დაწყება კოალიცია ქართულ ოცნებას თავის ქმედებებში. და რა თქმა უნდა, თუ კი არის თანხმდრა აზრების დღესაც, ისე როგორც ეს 2 წლის წინ იყო, როდესაც საარჩევნო პროგრამა კეთდებოდა და როდესაც სადამფუძნებლო დეკლარაცია იწერებოდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, გვაქვს იმისი ამბიცია და პრეტენზია, რომ არა ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ამ რეფორმებში მნიშვნელოვანი როლის თამაში მათ შორის და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ მიმართულ რეფორმებს. თინა ალბათ ყველას არ ეძვირფასებით, მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა თქვა გააკეთა განცხადება, რომ სადღაც მომავალში გხედავთ ნაციონალურ მოძრაობასთან თქვენს ინტერესებს გადაკვეთილს. მე ხა ნამდვილად არ მინდა უმრავლესობის ლიდერთან დაკავშირებით პასუხი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებ ამის ინტერვიუზე პასუხის გაცემისგან, იმიტომ რომ ძალიან კარგი პოლიტიკური მეხსიერება მაქვს და ძალიან არ მიყვარს ხოლმე ჩემი პოლიტიკური მეხსიერებიდან გამომდინარე ამბების შეხსენება, ამიტომ არ არის პრობლემა, საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს ასევე, არა მხოლოდ ჩვენ. ანუ დავით საგანელიძესთან დაკავშირებით რაღაცების გახსენება გინდათ? არა, არ მინდა. ამით დავიწყე, რომ არ მინდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემთვის ბევრი რამე მახსოვს, ეს მუდამ მემახსოვრება, მაგრამ ვუფრთხილდები ურთიერთობებს იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მზად არიან ხოლმე უცბად აი ესე ემოციურ ფონზე რაღაცა ისეთი თქვან, რაც საბოლოო ჯამში ჩემის აზრით მათვე დააზარალებს. არ გვაქვს ბევრი დრო, ძალიან მოკლედ მინდა ერთ კითხვას თქვენი პასუხი. საკადრო ცვლილებები იყო მთავარი თემა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ყოფილი პრემიერის უკმაყოფილების შედეგი მოქმედი პრემიერის მისამართით? ასე შეაფასებდით თუ არა ამ ცვლილებების მე ასე არ ვუყურებ ამ ცვლილებების კონტექსტს, არც ერთი ყოფილი მოქმედი პრემიერის ან სხვა რომელიმე თანამდებობის პირის გუნდების, კლანების, რაც ახლა ძალიან პოპულარული თემა არის საქართველოში. ეს იყო ძალიან ჯანსაღი პროცესი, არის ძალიან ჯანსაღი პროცესი, ძალიან სწორი, სწორ დროს, სწორად ჩატარებული ცვლილებები, განხორციელებული ცვლილებები და აგრეთვე მე ვიტყოდი ჩემი შეხედულებით, ჩემი დამოკიდებულებით, რომ შესაძლოა რაღაცა დოზით ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შესაძლოა რომ მე პრინციპში დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ დიდი როლი ითამაშა სწორედ მოსმენების კანონის
განხილვის დროს განვითარებულმა მოვლენებმა. სულ 9 წუთი მინდა ნამდვილად უცბად გეტყვით რას გულისხმობ. იგულისხმება ის, რომ აი იმ პროცესმა, იმ დისკუსიამ, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა რომ შემდგარიყო, სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ კოალიციის შიგნით, შემდეგ გარეთაც იყო საჯაროთაც ამაზე საუბარი. მე პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს ეს სპეციალურად და სპეციფიურად დავღნიშნე, რომ ძალიან არ მინდოდა ქვეყანაში ის დისკუსია წარმართულიყო, რომელიც იყო, იმიტომ რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო მყიფეს ხდიდა, მის მიმართ აგრესია ზრდიდა, სწორ ან არასწორ სხვადასხვა ადამიანები ამას სხვადასხვანაირად აფასებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა ტიპის წარმოდგენებს კიდევ უფრო მეტად ამყარებდა, რომელიც ამ უწყებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ეს საბოლოო ჯამში არავისთვის და არაფრისთვის სახელმწიფოს მშენებლობისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წარიმართა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებინა აი ეს რიტორიკული კონფრონტაცია, მოდით ესე ვთქვათ, რომელიც ქვეყანაში წარიმართა. იმ პროცესმა, იმ დისკუსიამ, ჩემის აზრით, ძალიან მარტივად ყველას დაანახა, ვისაც ვთქვათ, მანამდე ეს ესე ნათლად არ ქონდა წარმოდგენილი რეფორმის აუცილებლობა, თუნდაც პირველი პერსონალურ დონეზე და შემდეგ უკვე ინსტიტუციონალურ დონეზე. ერთი ბოლო შეკითხვა მაქვს ასეთი მართლმსაჯულების პოლიტიზირების შესახებ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენლის განცხადებას. თქვენ უპასუხეთ, რომ სამეზობლოში მიიხედ მოიხედოსო. თქვენი ამბიცია, როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, კოალიციის წევრის, ერთ-ერთი ლიდერის და პოლიტიკოსის, რომელიც ამბობთ, რომ ქვეყნის მართვაზე გაქვთ თქვენს, ამაში გაქვთ თქვენი წვლილი და მონაწილეობის მიღება გინდათ, როგორ ფიქრობთ ის, რომ აზერბაიჯანზე და სომხეთზე უკეთესი ვითარება არის თუ იქნება, ესეც არის თქვენი ამბიცია, თუ უფრო მეტია თქვენი ამბიცია? ხალხთან დიანა, მე ძალიან მწუხარ, როგორც ჩანს რაღაცა ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვხდით ყველანი ერთად მე და ჟურნალისტები, თქვენ არ ახართ პირველი ვინც ამ კითხვას ვსვას, იმიტომ რომ თქვენ ვერ მიმითითებთ. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ამ განცხადებიდან. სწორია, ალბათ შთაბეჭდილება დარჩა, თუმცა ვერ წამიკითხავთ ფრაზას, რომელიც ამ შთაბეჭდილებას ადასტურებს. სამეზობლოში მოიხედოს და იმის შემდეგ, რაც ობიექტურ განცხადებებს გააკეთებენ სამეზობლოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, შესაძლოა უფრო სერიოზულად მიუდგეთ ამ განცხადებას. ვინ არიან ჩვენი მეზობლები? აი ეს არის, ზოგადად ზუსტად ეს არის ის, რაც მე ვთქვი და არა ის, რაც იყო თქვენი კითხვის კონოტაცია. ანუ მე საქართველოსთვის კი არ დავადგინე სტანდარტი. საქართველოს კი არ შევადარეთ ჩვენ სამეზობლოს. ის კი არ ვთქვით საქართველოში უკეთესია ვიდრე აზერბაიჯანში ან სომხეთში და ამიტომ მოდით მე გველაპარაკეთ. მათი ობიექტურობა დააყენე კითხვის. მისი ობიექტურობა დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. იმიტომ რომ როდესაც ბატონი სუარესი დღეს 2014 წლის დეკემბერში სამხრეთ კავკასიაში არის ის წარმომადგენელი ეუთოსი. ის რომ იყოს ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვიტყოდი. იმიტომ რომ ის რომ იყოს ჩვეულებრივი პორტუგალიის პარლამენტის წევრი დეპუტატი და მორჩა, რა თქმა უნდა, მას აქვს ექნებოდა სრული თავისუფლება ჩემი გადასახედიდან, იმაზე გაეკეთებინა აქცენტი და მხოლოდ იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, რასაც ჩათვლიდა საჭიროდ. მაგრამ როდესაც ხარ სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი და არც ერთი სიტყვა არ გითქვამს, არც ერთი სიტყვა არ გითქვამს იმაზე, რაზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რითიც შეძრულია მთელი დემოკრატიული სამყარო, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, განცხადება, მოწოდება, 10 დეკემბრის მანიფესტები წავიკითხოთ და მაინც მიხეილ სააკაშვილი შეგაწუხებს, მე და ესე წერა სწორედ ჩემს კომენტარში ვიტოვებ უფლებას, რომ ცოტა არასერიოზულად მიუდგე ასეთ განცხადებას. ხაზგასმით ვამბობ, ჩემი სტანდარტი არ არის ჩვენი სამეზობლო. ჩემი სტანდარტი არ არის არც აღმოსავლეთ ევროპა, რომელშიც რა თქმა უნდა ვითარება გაცილებით უკეთესია ვიდრე საქართველოში. ჩემი სტანდარტი არის დიდი ბრიტანეთი, ჩემი სტანდარტი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყნები, სადაც დიახ არის პრობლემები, მაგრამ სისტემური, ინსტიტუციური პრობლემები აღარ არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის ეს არ ეხება ბატონი სუარესის განცხადებას, იმიტომ რომ მისგან მე ველოდები ობიექტურობას და მხოლოდ ამ დროს შემიძლია რომ ვიყო ადეკვატური ამ განცხადებების მიმართ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ არის ოცნება დიანა, ჩვენ ამას მივახცევთ, მე გარწმუნებთ, იმიტომ რომ ის ინიციატივა, რაც ახლა შსს-თან და საერთოდ სამართალდამცავებთან დაკავშირებით არსებობს, და დღის წესრიგშია იმ გამოსვლაში თქვენ გახსოვთ ალბათ პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის პროკურატურის რეფორმაზეც ისაუბრა. მე გარწმუნებთ, რომ საბჭოთა კავშირს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ვანოსთვის NKVD-ს შექმნით თავის დროზე უკან დაგვიბრუნა. ამიტომ გასაგებია, ძალიან დიდი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა, თინა ხიდაშელი იყო ჩვენი სტუმარი.